ჰექტარზე არის 5.7 კილოგრამი, როდესაც ჩვენი მეზობლების სომხეთის არის 0.5 და აზერბაიჯანის 0.2. საერთოდ ევროპული მაჩვენებელი საშუალო არის 1.6, სოფლიოში 2.3. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მონაცემებით საქართველოს ქიმიური პრეპარატების გამოყენებით მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია. ფაოს მონაცემებით პესტიციდების მოხმარება მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს დაახლოებით 3-ჯერ აღემატება. სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტები აცხადებენ, რომ მდგომარეობა წლების განმავლობაში საგანგაშო ნიშნულზე ნარჩუნდება, რაც მიკვლევადობის სისტემის მუშლით და არასწორი ტექნოლოგიური სქემებით არის განპირობებული. სუბსაცერონული სააგენტო მუშაობს, თუმცა მას ამის ძალები, რო თქვათ, სრულიად ეს თქვათ, კონტროლი დააწესოს ქვეყანაში, როგორც ჩანს, არ აქვს და ჭირდება გარკვეული დახმარება. ვფიქრობ, რომ პროპაგანდა ჭირდება ამ პროცესს, სამინისტროს, ასე თქვათ, ახალი პოზიცია და რაღაც რეფორმატორული თუგნება პლატფორმის დაფიქსირება. მოკლედ სამუშაოა და სამოქმედოა, იმიტომ რომ ციფრები საგანგაშოა. არასამთავრობო ორგანიზაცია ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ელკანაში აღნიშნულის მიზეზად იმ სისტემას ასახელებენ, რომელიც ქიმიური პრეპარატების გასაღებაზეა ორიენტირებული. ასოციაციის წარმომადგენელი ელენე შატბერაშვილი ამბობს, რომ ამ რაოდენობით მისი მოხმარება მნიშვნელოვნად აბინძურებს როგორც სოფლის მეურნეობის პროდუქციას, ისე გარემოს, ორივე კი საბოლოო ჯამში მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ნეგატიურად აისახება. ეს არის ძალიან საგანგაშო ამბავი, იმიტომ რომ ეს ნიშნავს, რომ ჩვენთან ბევრად უფრო მეტი ნარჩენი შეიძლება იყოს პესტიციდის საქართველოში წარმოებულ სურსათში, ვიდრე იგივე იმპორტირებულ სურსათში. პესტიციდების ასეთი მოჭარბებული რაოდენობით მოხმარება ძალიან დიდ ზიანს აყენებს გარემოს, ის ხდება მერე წყალში, ის ხდება ნიადაგში, დგას ძალიან მწვავედ, დგას ყველა დონეზე, როგორც რეგულაციების გაუმჯობესების თვალსაზრისით, ისე საინფორმაციო კამპანიების თვალსაზრისით, ისე მონიტორინგის თვალსაზრისით და ასე შემდეგ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით ვიმუშაოთ როგორც წარმოებლებთან, ისე მომხმარებლებთან. საქართველოს ფერმერთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ გამოყენებული ქიმიური პრეპარატების მოცულობა იზრდება იმ ფონზეც, როცა ქვეყანაში დამუშავებული საერთო ფართობის რაოდენობა მცირდება. სერტიფიცირებული სპეციალისტი ილია კუნჭული ამბობს, რომ 2006 წლიდან დღემდე იმპორტირებული პროდუქციის რაოდენობა გახუთმაგებულია. არსებობს ტენდენცია, როდესაც ფერმერები ატარებენ ეგრეთ წოდებულ პროფილაქტიკურ წამლობას. ეს ნიშნავს კალენდრის მიხედვით წამლობა და არა სხვადასხვა ტექნოლოგიის გამოყენებით იმის პროგნოზირების მიხედვით, რომელი მავნებლის ან დაავადების გავრცელების რისკი არის, არამედ პროფილაქტიკურად, მაგალითად კვირაში ერთხელ ყოველ კვირა წამლობა, რომ პრევენცია მოახდინონ. ეს იწვევს ზედმეტ გამოყენებას ერთი მხრივ პესტიციდების, თუმცა მეორე მხრივ დამატებით აზღვევს ფერმერებს, რომ არ გამოეპაროთ ის მავნებელ დაავადებები, რაც არის. საჭირო არის, რომ ზუსტი სოფლის მეურნეობის პრინციპები დაინერგოს, მოსავლის ინტეგრირებული დაცვის მეთოდები დაინერგოს და იმ ადამიანებმა მიიღონ შესაბამისი ცოდნა, გამოცდილება, კვალიფიკაცია და შესაბამისი თანამედროვე ხელსაწყოები გამოიყენონ, რომ ზუსტად განსაზღვრონ, როდის არის პესტიციდების გამოყენება საჭირო. პესტიციდების მდგრადი გამოყენების მისაღწევად მიმდინარე წლის აპრილში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გასატარებელი ღონისძიებების სამოქმედო გეგმა მიიღო, რომელიც 2025-2029 წლებს მოიცავს. გეგმის მიხედვით გაწერილია ისეთი სისტემების მიღება, რაც მის გამოყენებას წლების მიხედვით დაარეგულირებს.